ყველაზე გავრცელებული მითები დამოკიდებულ ადამიანებში, მეგობრებო, დილამშვიდობის. პირველი ეს არის სამ დღეში ერთხელ გავიკეთებ ძმა და გადავაგდებ. ტყუილი და მითია, მეგობარო, იმ პრეპარატს, რასაც შენ ახსენებ, ისედაც აქვს 48 საათიდან 72 საათამდე გამაყუჩებლის ეფექტი და შესაბამისად მაგიტო ვერ გრძნობ ვერაფერს, ამიტომ როდესაც დგება ის მესამე დღე, შენი ტვინი ავტომატურად მოგთხოვს დოფამინს, ავტომატურად მოგთხოვს სიამოვნებას და თუ არ მიცემ, დაგეწყება ისევ შფოთი, უძილობა და ეგრეთ წოდებული ლომკა. მეორე მეგობარო, რაც არის მითი, წამალი არ გაიკეთო, მთავარია თორე დალევით, დალიე, ტყუილი და მითია, მეგობრებო, იმიტომ რომ თუ ხარ დამოკიდებული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა შენს ტვინს რითი მიაწვი სიამოვნებას, გინდ მომენტის წებოთი, გინდ აცეტონის ყნოსვი და გინდ ქსინი და სასმელი, მთავარია აკაიფო, ამიტომ ან ირჩევ სიფხიზლეს, ან ისევ მიდიხარ უმართავობაში, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ნარკოტიკიდან გადავიდა სასმელზე და წავიდა ეგრეთ წოდებულ ზაპოიში, ან 99% შემთხვევაში სიმთვრალეში უჩნდება ისევ ის ეიფორიული მეხსიერება, ეგრეთ წოდებული მონატრება და კვლავ ისევ ბრუნდება ნარკოდამოკიდებულებაში უკან. და მესამე მეგობარო, რაც არის გავრცელებული მითი, ჩემმა ნიკმა ძალიან ბევრი ფული ჭამა, ძალიან ბევრი ფული წავაგე კონკრეტულ რაღაც სლოტზე და ეხლა ამჯერად აუცილებლად მოგცემს ტყუილი და მითია, მეგობარო, არანაირი ხათრი და რიდი არ აქვს არც იმ სლოტს, არც თქვენ ნიკს და არც კაზინოს შემქმნელს თქვენი, რომ რაღაც კონკრეტული თანხა მოგიგო და ეხლა აუცილებლად დაგიბრუნებს. თანხის წაგებას გააგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩათვლის საჭიროდ კაზინო და კონკრეტული სლოტი, როგორც არის დაპროგრამებული. დიდი მადლობა, მე ყველას გისურვებთ, მეგობრებო, მშვიდ და პოზიტიურ დღეს.